აბა რა შვრებით ხალხო, როგორ ხართ? ისე ვაჭრილია მთელი ინტერნეტი და სიმართლე გითხრათ, არც მიგვირს. დღეს ისეთ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც ნებისმიერ ქართველს, ვისაც ცოტათი მაინც უდუხს სისხლი და სპორტი უყვარს, გულგრილს ვერ დატოვებს. მოკლედ, ჩვენმა ძველმა ნაცნობმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ისევ ამოიღო ხმა და ისეთი რამ თქვა, ბევრს წარბი აეწია. მისი აზრით, ილია თოფურიას არანაირი შანსი არ აქვს არმან სარუკიანის წინააღმდეგ. წარმოგიდგენიათ, თითქოს ჩვენს მატადორს პირველად ესმოდეს მსგავსი სკეპტიციზმი. აქ ერთი მომენტია ხალხო, დაფიქრდით, რატომ ხდება რომ ხაბიბი ყოველთვის ცდილობს ილიას მიღწევები ცოტა დააკმინოს? ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. ხან მისი სტილი არ მოსწონს, ხან იძახის ისლამ მახაჩევს ნუ შეადარებთო. აი ახლა კი საერთოდ გამოაცხადა, სარუკიანი 80-20-ზე მოუგებსო. მოდით გულზე ხელის დადებით ვთქვათ, ხაბიბი დიდი მებრძოლია, მაგაზე არავინ დაობს, მაგრამ როცა იძახის 155 ფუნტში, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ 70 კილოგრამში, ნომერ პირველი სარუკიანიაო, მან უკვე აშკარად ცდება. როგორ შეიძლება რეიტინგში პირველი იყოს ის, ვისაც წელზე ჩემპიონის კამარი არ უბზინავს? ილია თოფურია არის ჩემპიონი. წერტილი. აქ არც რუსოფილობა ჭრის და არც ილიას ფანობა. ეს ფაქტია, რომელიც ოქტაგონზე სისხლით და ოფლით დაიმტკიცა. ჩემპიონი არის ნომერ პირველი. დანარჩენი ყველაფერი კი უბრალოდ ჰაერში ნასროლი სიტყვებია. მაგრამ ხომ იცით როგორ ხდება? ზოგს უბრალოდ უჭირს სხვისი წარმატების აღიარება, მით უმეტეს როცა ეს სხვა ასეთი თავდაჯერებული და ქარიზმატულია. საინტერესოა, საერთოდ რა ამოძრავებს ხაბიბს? ნუ თუ მართლა სჯერა რომ ჭიდაობა ყველაფერია, თუ უბრალოდ თავისიანებს აპიარებს. მოდით ობიექტურად შევხედოთ სიტუაციას. სარუკიანი მართლა ძლიერი ბიჭია, მაგას ვერავინ წაართმევს. კარგი გრეპლინგი აქვს, დახვეწილი ჭიდაობა, მაგრამ ილია ხომ სხვაგან ზომილებაა. მასში ისეთი ძალა და ტექნიკაა შერწყმული, რომელსაც მარტო ჭიდაობის ჩარჩოებში ვერ მოაქცევ. თქვენ როგორ ფიქრობთ, მეგობრებო? ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიური თამაშია, ვიდრე რეალური ანალიზი? ხაბიბი თითქოს ცდილობს ილიას გზაზე ბარიერები აღმართოს, სანამ ის ისლამამდე მივა. თუმცა, ჩვენი ბიჭი ხომ იცით, რაც უფრო მეც ეუბნებიან ვერ შეძლებო, მით უფრო მაგრად უბაჩუნებს მუშტებს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩემო კარგებო, წინ დიდი გარჩევა გველის. მოდით ნაბიჯ მივყვეთ, რატომ ჰგონია ხაბიბს, რომ სარუკიანის ჭიდაობა ილიას გაუფუჭებს საქმეს და სად არის სიმართლე? იქნებ სწორედ აქ მალავს ილია თავის მთავარ კოზირს, რომელსაც ჯერ არავინ ელოდება? ახლა მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ცოტა ღრმად ჩავეძიოთ ამ ჭიდაობის თემას, რომელიც ხაბიბს ასე მოსვენებას არ აძლევს. სიმართლე გითხრათ, რაღაც დოზით მისი ესმით კიდეც. რატომ? იმიტომ რომ არმან სარუკიანისგან ჩვენ უკვე ბევრი რამ ვნახეთ პარტერში. ამ ბიჭს მართლა აქვს სერიოზული კონტროლი. გრეპლინგიც ეხერხება და მისი ground and pound-იც მიწაზეც ემატყება, მარტივად რომ ვთქვათ, საკმაოდ შთამბეჭდავია. მისი შედეგები თავადვე მეტყველებენ მასზე. ტყუილად არავინ ხვდება იქ, სადაც ისახლაა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ტიპი ხშირად გამოდის გრეპლინგის ტურნირებზე UFC-ს გარეთაც და იქაც საკმაოდ წარმატებით აგორავებს ხალხს. მაგრამ აი აქ ჩნდება მთავარი კითხვა. ილია თოფურიასგენ რა ვნახეთ პარტერში? მოდით გულწრფელები ვიყოთ. UFC-ს ოქტაგონზე ილიას ჭიდაობა თითქმის არ გამოუყენებია. რატომ? იმიტომ კი არა რომ არ იცის, არამედ იმიტომ რომ თავისი მუშტებით ისე აძინებს ხალხს, მიწაზე გადაყვანა აღარ სჭირდება. ბევრი ახლა დაიწყებს, არა ძმაო, ილიას ბაზა ბერძნულ რომაული ჭიდაობაა, ჯიუ-ჯიტსუში შავი ქამარი აქვსო. კი ბატონო, გეთანხლებით. როცა უყურებთ როგორ ვარჯიშობს, როგორ აკეთებს იმ დრილებს, აშკარად ჩანს რომ ტიპს მოძრაობა სისხლში აქვს. რეაქციები, გადასვლები, კონტროლი, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, როგორც ნამდვილ შავ ქამარს შეეფერება. მაგრამ ვარჯიში ერთია და რეალური ჩხუბი მეორე. აი მაგალითად მაქს ჰოლოვეისთან ბრძოლა გავიხსენოთ. ილიამს წადა მისი გაკონტროლება, ორჯერ დააგდო კიდეც, მაგრამ ვერ გააჩერა. კი, ილია იტყვის უბრალოდ დასაბნევად გავაკეთეო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ჰოლოვეი მალევე წამოდგა. ან ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა ავიღოთ. ილია ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, რომ მასთან ერთად პარტერში დიდხანს არ გაჩერდა. ოლივეირა ხომ ნამდვილი მატყუ არაა მიწაზე, ხან ფეხზე დაგიჩერს, ხან ხელზე. იქ რომ ჩახყოლოდა ბოლომდე, ვინ იცის, იქნებ წაეგო კიდეც. ზოგი ამბობს, ილიამ იქ კრუსიფიქსი გააკეთეო. მაგრამ მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალებში. ის ილეთი დოლომდე შესრულებული არ იყო. წონა ცოტა არასწორად ჰქონდა გადატანილი და ჩარლზიც ამიტომ დაუსხლდა. თუ გინდათ ნახოთ რა არის ნამდვილი, გაფორმებული კრუსიფიქსი, ხამზად ჩიმაებს შეხედეთ ან ვალენტინა შევჩენკოს. აი იქაა ტექნიკა. ილიას შესრულება ცუდი არ იყო, მაგრამ არც იდეალური. და აი ზუსტად ამას ეჭიდება ხაბიბიც. ის ფიქრობს, რომ თუ ბრაის მიჩელმაც კი შეძლო ილიას დაღდება და პარტერში გაჩერება გარკვეული დროით, მაშინ სარუტიანი, რომელიც სამი თავით მაღლა დგას ჭიდაობაში, საერთოდ გაანადგურებსო.
მაგრამ აქ ერთი მომენტია, ხალხო, რაც არ უნდა გამოგვრჩეს. ჭიდაობა მარტო ძალა არ არის, ეს ჭადრაკია და ილია თოფურია ამ ჭადრაკს ძალიან მაღალ დონეზე თამაშებს. ის არ შედის იქ, სადაც საფრთხეს გრძნობს, თუ ამის აუცილებლობა არ არის. ნუთა მართლა გგონიათ, რომ ილიამ არ იცის თავისი სუსტი წერტილები. პირიქით, ის ზუსტად ამაზე მუშაობს. საერთოდ რა ფენომენია ეს ქართული ჟინი? როცა გაუბლებიან, რომ ვიღაცაზე სუსტები ვართ რაღაც კომპონენტში, ზუსტად იქ ხვდებით ყველაზე საშიშები. ხაბიბი თავისი გადმოსახედიდან მსჯელობს, ის ელიტარული მოჭიდავეა და ყველაფერს ამ პრიზმიდან უყურებს. მაგრამ MMA მარტო ჭიდაობა აღარ არის დიდი ხანია. ეს არის ომი, სადაც ერთი ზუსტი დარტყმა მთელ შენს გრეპლინგს წყალში ჩაკიყრის. თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა ასეთი ხვრელია ილიას ჭიდაობაში, როგორც ამას დაღესტენი ლეგენდა გვიხატავს? თუ ეს უბრალოდ ილიას სტრატეგიაა, დაანახოს ყველას, რომ თითქოს აქ სუსტია, რომ მერე მოულოდნელად ყველა გააოცოს. დაფიქრდით ამაზე, სანამ მესამე ნაწილზე გადავალთ, სადაც ილიას სხვა ნაკლოვანებებზეც ვილაპარაკებთ, რომლებიც მისი კრიტიკოსები ასე ხშირად ახსენებენ. მოდით ახლა ყველაფერი ერთად შევკრათ და დავსვათ წერტილი ამ გაუთავებელ დავას. იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ხაბიბი რომ ამბობს არმანი ყველაზე დიდი გამოწვევაო, ამაში რაღაც სიმართლის ნატამალი ნამდვილად არის. ბევრი იტყვის, რა გამოწვევა, ჩარლზ ოლივეირამ ლამის დააღჩოო. კი ბატონო, ჩარლზმა ბევრი გააწვალა, მაგრამ არმანს ეყო ვაჭკაცობა, რომ ოლივეირასთან პარტერში ჩასულიყო, ეჭიდავა, ეკონტროლებინა და ბოლოს მოეგო კიდეც. აი ილიამ კი, როგორც ვნახეთ, ოლივეირასთან მიწაზე ჩასვლას დგომში ჩხუბი ამჯობინა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ილია სუსტია. უბრალოდ ის უფრო ფრთხილი და გათვლილი მებრძოლია. სარუკიონი კი ნამდვილი ხარია. თავით მიაწვება იქაც კი სადაც ყველაზე მეტად უჭირს. მაგრამ მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ხაბიბი როცა იძახის სარუკიანი ნომერ პირველიაო, მანდ უკვე აშკარა დაჭარბებს. ნომერ პირველი არის ჩემპიონი და ეს ჩემპიონი ილია თოფურიაა. აქ არანაირი თუ და მაგრამ არ არსებობს. რეიტინგები და ციფრები ერთია, მაგრამ ქამარი სულ სხვა წონაა. ახლა დაფიქრდით, რატომ არ უნდა ხაბიბს, რომ ისლამ მახაჩევი ილიას დაეჯახოს? რაღაცას ხედავს, რაღაცას გრძნობს ეს კაცი. იქნებ ეშინია, რომ ილიას ისეთი აფეთქება აქვს, რაც ისლამის მთელ ტაქტიკას დაანგრევს. ილია ხომ ის ტიპია, რომელიც ერთი წამითაც არ გეშვება, სულ წინ მოდის და სულ გტენის თავის ტემპს. თუ ეს ბრძოლა ილიას სარუკიანის წინააღმდეგ მართლა შედგა, ეს იქნება ნამდვილი ომი. და სიმართლე გითხრათ, მე მირჩევნია ილიამ ჯერ არმანს მოუგოს და მერე ავიდეს 77 კილოში ისლამთან საჩხუბრად. რატომ? იმიტომ რომ მერე ვერავინ იტყვის, აი, სარუკიანს ააცილეს და ისე გახდა ორმაგი ჩემპიონიო. ჩვენ ხომ იცით, როგორ უყვართ კრიტიკოსებს მსგავსი ლაპარაკი. ხაბიბის პროგნოზები კი, ხომ იცით, ისიც ადამიანია, შეცდა მერაბთან, შეცდა სხვაგანაც. მისი სიტყვები არ არის ბიბლია. ის ექსპერტია ჭიდაობაში, მაგრამ ბრძოლის სულისკვეთების გაზომვა არც ერთ ექსპერტს არ შეუძლია. ილიას კი ისეთი სული აქვს, რომელსაც ვერც ერთი გრაპლინგის ტურნირით ვერ შეაფასებ. ეს არის ქართული სიჯიუტე, რომელიც ყველაზე რთულ მომენტში იღვიძებს. მოკლედ ხალხო, ჩემი აზრი ასეთია. ხაბიბი ცდება, როცა ილიას შანსებს ასე დაბლა აფასებს. 80-20-ზე. სასაცილოა. ეს ბრძოლა თუ შედგა, იქნება 50-50-ზე და ყველაფერს ერთი შეცდომა გადაწყვეტს. სარუკიანი მართლა მაგარია, მაგრამ ილია სხვა დონეა. ის არის მებრძოლი, რომელიც ისტორიას ჩვენს თვალწინ წერს. თქვენ რას ფიქრობთ? მართლა ჯობია სარუკიანი ილიას ჭიდაობაში, თუ ეს უბრალოდ ხაბიბის სუბიექტური აზრია? დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ 80-20-ზე. პირადად მე მჯერა, რომ ილია ყველას დაუმტკიცებს, ვინ არის ნამდვილი მეფე ამ დივიზიონში. მოდით ახლა კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ამ ამბობს და ცოტა სხვა მხრიდან შევხედოთ. იქით, სადაც მუშტები და ფეხები მუშაობს. ხაბიბი რომ ამბობს, არმანი 80-20-ზე კავორიტიაო. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა? მესმის, რომ თავისიანისკენ უჭირავს მხარე, მაგრამ 80-20-ზე ეს ხომ თითქმის იმას ნიშნავს, რომ ილიას შანსი საერთოდ არ აქვს. მოდით ობიექტურად შევხედოთ, სად არის სარუკიანი ილიასთან შედარებით დგომში. ბევრი იტყვის, რომ სარუკიანს უკეთესი ფეხით დარტყმები აქვსო. კი ბატონო, ამას ვერ უარყოფთ. ილია თავადაც აღიარებს ხოლმე, რომ ფეხებით მუშაობა მისი ძლიერი მხარე არ არის. ის ძირითადად ლოუ-კიკებით, ფეხის ქვედა დარტყმებით შემოიფარგლება და დიდად არ ცდილობს მაღალი დარტყმების შესრულებას. მისი სტილი სუფთა კრივია, მძიმე, ზუსტი და გამანადგურებელი. და აი აქ ჩნდება მთავარი კითხვა. განა სარუკიანი ცალხელა ადგობში? რა თქმა უნდა არა, არმანიც კარგად იქნევს ხელებს, მაგრამ ილიას ნოკაუტის ძალა ეგ სულ სხვა თამაშია, მეგობრებო. ხაბიბი ამბობს, რომ არმანი ყველაფერში ჯობიაო, მაგრამ მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ, რატომ არის ხაბიბის პროგნოზები ყოველთვის ასეთი კატეგორიული? ბევრმა ინტერნეტში უკვე შეახსენა მას. აბა შენს ბიძაშვილზე, უმარზე რომ ამბობდი, მერაბ დვალიშვილს მოუგებსო რა მოხდა. დიახ, იქ ხაბიბი შეცდა და თუ იქ შეცდა, რატომ გონიათ, რომ აქ უშეცდომოა? ხაბიბი ჭიდაობის ელიტარული ექსპერტია,
მაგაში ორი აზრი არ არსებობს. ის ხედავს იმ ნიუანსებს, რასაც ჩვენ უბრალო მაყურებლები ვერ ვამჩნევთ. მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ეს ჭიდაობის სათვალე ხელს უშლის დაინახოს სხვა რამეები. მაგალითად ის, თუ როგორ შეუძლია ილიას ერთი მოძრაობით შეცვალოს ბრძოლის ბედი. ილიას ბოქსი არ არის უბრალოდ კარგი. ეს არის ქირურგიული სიზუსტე. და როცა შენს წინ ასეთი მებრძოლი დგას, შენი 80%-იანი შანსები შეიძლება ერთ წამში 0-მდე დავიდეს, როგორც კი ყბაში მოგხვდება. კიდევ ერთი მომენტია საინტერესო. რატომ არ უნდა ხაბიბს, რომ ისლამ მახაჩევი ილიას შეხვდეს? რაღაცას ხომ ხედავს, არა? იქნებ გულში ფიქრობს, რომ ილია მართლა საშიშია მისი გუნდისთვის. სარუკიანი მათთვის უფრო ნაცნობი მეტოქეხა. ილია კი ამოუცნობი ძალაა, რომელიც არავის გავს. ხალხო, დაფიქრდით, რამდენი ასეთი ექსპერტული აზრი მოგვისმენია ადრეც. როცა ილია ვოლკანოვსკის ხვდებოდა, მაშინაც ბევრი ამბობდა, რომ შანსი არ ჰქონდა. მაგრამ რა მოხდა? შედეგი ყველამ ვნახეთ. ილია არის ტიპი, რომელიც სხვის სკეპტიციზმს საწვავად იყენებს. რაც უფრო მეტს იტყვის ხაბიბი, რომ ის სუსტია, მით უფრო მეტი мотиваცია ექნება ჩვენს ბიჭს, რომ ყველას პირი დაუკეტოს. სარუკიანი მართლაც უდიდესი გამოწვევაა 70 კილოგრამში. ამაზე არავინ დავადობს. ის ალბათ ყველაზე რთული მეტოქეა ილიასთვის ამ წონაში. მაგრამ თქვა, რომ ილიას შანსი არ აქვს, ეს უკვე სპორტული უპატივესწემოლობაა. როგორ ფიქრობთ, მართლა ასე დაჯერებულია ხაბიბი თავისი სიტყვებში, თუ უბრალოდ ნიადაგს ამზადებს მომავალი დიდი ბრძოლისთვის? და აი აქ მივდივართ მთავარ საკითხთან. რა მოხდება თუ ეს ბრძოლა მართლა შედგება? ვინ გატყდება პირველი? ამაზე მეოთხე დასკვნილ ნაწილში ვისაუბროთ, სადაც ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ.